Ჩვენი ასაკის ბავშვები რამდენი ხანი მოიხმართ დღის განმავლობაში ტელეფონს? დღის. თუ ჯერ მშობლებიდან დავიწყოთ. სხვათა შორის მე მყავს ერთი ნათესავი. ჩვენი საყვარელი ადამიანი და ერთხელ მოვიდა და მეუბნება რომ ჩემ შვილსო დიდი ხნით უჭირავსა ეს ტელეფონიო და რაღაცა ესეო და ანუ იმიტომ მოვიდა რომ მე ხა დამსჯელი რას მივიყავი და მე ვთქვა რომ და მე ვთქარი ბოლოს როდის დაგინახა მეთქი შვილმა რომ წიგნი გეჭირა და ეთქვა კაი ხანი არ დაუნახია და მე ვთქარი შენი შვილი უნდა დავაჯილდოთ რატო კარგი მოსწავლეა მეთქი რასაც გიყურებს იმას აკეთებს მეთქი გახსოვთ ის როა გლახის ნაამბობი გაბრო გლახის ნაამბობი ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი ნაწარმოებია და დატიკოს რომ გაყვება ეს გაბრო გაბრიელი ქალაქში იქ ამ გაბრიელმა კითხვა არ იცის იქ დაინახავს ერთ ბიჭს რომელსაც წიგნი აქვს გადაშლილი და კითხულობს და ხან გაიცინებს იქ რაც წერია იმაზე ხან გაიცინებს ხან დასევდიანდება ჩაფიქრებული კითხულობს და ეხა ამას დაინტერესებს. აი წარმოიდგინე რომ ვიღაცას ტელეფონი უჭირავს, რაღაცას უყურებს და ხან იცინის, ხან დასევდიანებული და გაინტერესებს. აბა მე ჩამახედე რა არის, რას უყურებ, ხო ყოფილა ეგეთ ჩემ. ხო და ამას წიგნი იყო იქ და მეც მასწავლეო კითხავ, დაინტერესდა ნეტა რა წერიაო იქ. და ამას რატო ვამბობ იცით? თუ ბავშვი მშობელს დაინახავს რომ ის კითხულობს და ხან თვალზე ცრემლი მოადგა და ხან უხარია და ხან ასე და ხან ისე დაინტერესდება ნეტა ეგეთი რა არის მაგ წიგნში. ეს ერთი რომ მშობლის მაგალითი უნდა ქონდეს და მეორე კიდე აი თვითონ ბავშვები რაზე უნდა დაფიქრდნენ იცით რომ სიტყვაზე 1 საათიც რომ იყოს ტელეფონში და 1 საათი მე მგონი ცოტაა ვინ ჯერდება 1 საათს ხო? წარმოიდგინეთ აი მოდი სიტყვაზე ავიღოთ 2 საათი. დღის განმავლობაში. მთელი წელიწადის განმავლობაში რამდენი გამოდის? სადღაც ხო გამოდის 700-ზე მეტი საათი. ხო გამოდის. და მოდი აბა უბრალოდ პატარა გამოთვლა ვაწარმოოთ ერთი კალკულატორები ხო გაქვთ. 730 სიტყვაზე. გავყოთ 24-ზე. 24-ზე გავყოთ. და რამდენი დღე გამოგვივა? 114? აბა რამდენი გამოგვივა? 30. ანუ 30, მაგრამ ეხლა ამ 30 გამოგვივიდა დღეღამე. 30 დღეღამე, მთელი წელიწადის განმავლობაში წარმოიდგინეთ 30 დღეღამე. ანუ მთელი თვე და მეტიც, იმიტომ რომ ესე იგი ადამიანს თავისი ცხოვრების მესამედი ზძინავს. აი 30 წლის ადამიანი რო ნახოთ უნდა იცოდე რომ ამან 10 წელი ძილში გაატარა. ზოგადად საშუალოდ ეხა, ხო. ეხა წარმოიდგინეთ 10 წელი ძილში გაატარა და დანარჩენი 20 წლიდანაც რამდენი უბრალოდ არაფერში გაატარა. აი შენ ხო ამბობდი რომ სპორტზე დავდივარ. რაზე დადიხარ? ფეხბურთზე. დაუშვათ შენ სანამ ფეხბურთს თამაშობ იმ დროს რომ ვიღაცა ტელეფონში იჯდეს და რაღაცა ტყუილად ატარებდეს დროს. მოედანზე რო გახვალთ, ვინ გაიმარჯვებს? ვინც მეტი ივარჯიშე, ხო მართალია? და ეხლა სიტყვაზე წიგნი რო აიღო. აი დღეში რომ ადამიანმა წაიკითხოს 10 გვერდი. ეხლა თქვენ არ ვიცით რამდენს კითხულობთ როგორ. კლასგარეშე ლიტერატურა. 10 გვერდი რო წაიკითხოთ დღის განმავლობაში. წელიწადში ხო გამოვა 3650 გვერდი. ხო და 3650 გვერდი. აი დაახლოებით როგორ გითხრათ. აი იქ რო წიგნებია. 1-8-9 ეგეთი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული მთელი წლის განმავლობაში. ეხლა თქვენ ხო ხართ 10 წლისები დაახლოებით. 9-10 წლისები, ხო? აი თქვენ რომ 20 წლისები გახდებით. უნდა გქონდეთ სადღაც 90 ეგეთი წიგნი წაკითხული. ეხლა თქვენ ხო და ეხლა სკოლაში რომ მიხარ, სკოლაში რა იქ, სკოლაში 20 წლისები არ არის. უბრალოდ ქუჩაში, უბანში რო შეხვდებით 20 წლის ახალგაზრდებს. კითხეთ აბა რამდენი წიგნი აქვს სულ წაკითხული.
და აღმოაჩენთ, რომ 100-დან შეიძლება 2-3-ს კონდეს, შეიძლება ისიც არა. აი 30 წლისა რო გახდება ადამიანი, სიტყვაზე უნდა კონდეს, აი ამ პრინციპით. დღეში რო 10 გვერდი წაიკითხო, 20 წუთი რო არ უნდა წარმოიდგინე. 180 წიგნი წაკითხული. და რა 180 წიგნი? შეიძლება 180 გვერდი არ კონდეს წაკითხული. კატასტროფა. ძალიან და შეიძლება 180 წიგნის წაკითხვა რთულია, მაგრამ დღეში 10 გვერდის წაკითხვა ადვილია. ხო არის ნათქვამი ზღვა კოვზით დაილია, ცოტ-ცოტაობით ადამიანი ბევრ რამეს იგებს. თქვენ თუ დააკვირდებით, ზუსტად მაგ ცოტ-ცოტაობით გვატყუებს ეშმაკი. თქვენ რო ნახოთ 40 წუთიანი ვიდეო არ უყურებთ. რო ნახავთ 1 წუთიან, 2 წუთიანს, მოდი ამასაც უყურებ, რა მოხდა, ამასაც და საბოლოო ჯამში რამდენი 40 წუთი გადის ეგ. ამიტომ ჩვენ ეგ მეთოდი, ეს ეშმაკის მეთოდია, რომ ცოტ-ცოტაობით ეს ჩვენ საჩვენოთ უნდა გამოვიყენოთ როგორ. მოდი ცოტას წავიკითხო. კიდე ცოტას და გამოვა რაღაც. ოტია იოსელიანი ამბობდა მაგას, რომ ჩემს თავს ვატყუებ ხოლმე დილითო ვეტყვიო, რომ მოდი მარტო 2 მეტრს დავბარავ. და მე რომ მოვიხედავ 10 მეტრია დაბარული. აიგრე უნდა მოატყუო შენ თავს.